Mitä? ერთი წუთი და სათხა. შეგვიძლია ყველა? მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ვართ, სადაც უსახლკაროები ისევ შეიკრიბნენ. ისინი აპირებენ, რომ დაიწყონ შიმშილობა უკვე ხვალ დილიდან. შეგვიძლია მოვისმინოთ მათი განცხადება ახლა. დიახ, გისმენთ? თქვენზე იძალა და პოლიციელმა? ბარცხანაში ხო? ან რა მოხდა ბარცხანაში პროკურორად რო გვითხრათ? ბავშვები მოვიდნენ დედების სანახავად და არ უშევდნენ ერთ-ერთი ქალბატონის გადამტიროდა და დახმარებოდით და კარს მოვკიდეთ ხელი რომ ცოტა ხმამაღლა გვესაუბროთ. მოვკიდეთ ხელი რომ არ დახუროთ კარებით. ანუ საუბარი იმაზე რომ უსახლკაროებმა რამდენიმე დღის წინ დაიკავეს 4 შენობა ბათუმსა და ქობულეთში და მათ შორის ბარცხანაში რომელიც ეს შენობა ეკუთვნის სადაცვის სამინისტროს და იქ არიან უსახლკარო დედებიც ხო? და იქ თქვენ მიიყვანეთ ბავშვები იმ დებებისა ოჯახის ახლობლებმა. მაგრამ ვერ შეხვდნენ ბავშვები დედებს. ხო. და ამ დროს მოხდა შეხლა შემოხლა, ხო? კარებზე მოვკიდე ხელი რომ კამერა მოვკიდე კარებს ხელი რომ ბავშვი მაინც არ ნახეთ მეთქი. ტერორისტები ყავართ. პოლიციელმა იმკრა ხელი და დამაგდა ძირს. პოლიციელმა? და იმიტომ დაგვაგვიანდა რომ ანუ სასწრაფოს დახმარება დაგჭირდა. ძალიან ძვირად გონება დავხატე. მაგრამ მაინც არ ვაყენებ უკან დახევას და ვაპირებ შიმშილობას. თქვენ აქ 3 დღეა ათენებთ ხომ თავრობისაგან და გქონდათ დრო მიცემული 6 საათამდე რომ შეხვედროდით. ბატონი თორნიკე არ ჩამოვა. შეტყობინეთ ეს ინფორმაცია პოლიციას 12-ში დარეკეთ რომ იძალა და პოლიციამ თქვენზე. გამოკითხეს პოლიციელებმა შედგარემ. ხარ დაბრო. უბრალოდ მოქალაქეებს არ გახმარებია. ახლა გავაგზავნებთ პროტესტს და დავიწყებთ. მანამ ბატონი თორნიკე არ ჩამოვიდა არ გავეს. ან თქვენი მოთხოვნა არის უცვლელი ისე ვითხოვთ შეხვედრას თორნიკე რიჟვაძესთან? ანალოგიურად ბატონ თორნიკე ჩამოვიდა. და ითხოვთ საცხოვრის, ხო? ამ მოთხოვნა თქვენ 2 წელია იქრიბებით ბათუმში საპროტესტო აქციებზე და ითხოვთ საცხოვრის, მაგრამ ეს მოთხოვნა არ სრულდება. თქვენი სახელი და გვარი? გვიანიძე თეონა, მადლობა. ანრი, ხე რომ მითხრათ, ანუ 3 დღე აკათენებ. თქვენ ახალ ამათანე და ერთი წამდის კამერას გაასწორეთ. და თქვენ დღეს გაასწორე კითხვას სვა მანამდე. თქვით რომ 6 საათამდე თუ კი თორნიკე რიჟვაძე არ შეხვდებოდა ამ მოქალაქეებს დაიწყებდით შიმშილობას. უვადო შიმშილობას, ანუ სანამ თორნიკე ასო სანამ გამცემთ გეტყვი. შეგვიძლია? ხო. თქვენც უერთდებით ამ შიმშილობას, თქვენც იწყებთ შიმშილობას. უერთდები, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი, იმიტომ რომ ხედავ მე ამ სამართლობას წლებია ეს ხალხი რო ითხოვენ და ვერ დავჩები გულგრილი, რო არ დავდგერ, როგორც რიგითი ქართველი მამაკაცი. მე მათ ერთად ვიქნები, მე კიდე ერთხელ ვთქვი, ბოლომდე სანამ იმ პირობას არ შეასრულებენ, რა პირობების და რა დაპირებებიც იყო მათ წინაშე მიცემულები. დღეს იყვნენ მოსულები ამ აქციაზე, როგორც ვიცი, რამაშინ ჭერაძე, რომელიც არის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ქართული ოცნებიდან და არის ბათუმის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ხო? ასევე იყო აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე. რა გაირკვა, რა შემოთავაზება ჰქონდათ მათ უსახლკაროებთან და რატომ აღმოჩნდა მიუღებელი ასევე მათი პირობა? შემოთავაზება ნამდვილად იყო, ამას უარყოფა არ შეიძლება. იყო 1-2 თვის ბინის ქირის გადახდა, შემდეგ წამოვიდნენ ახალ შემოთავაზებაზე ერთჯერადი პაკეტის 2000 ლარიანი დახმარების გაცემა, შემდეგ ისევ ახალი შემოთავაზება დაიწყეს 3000 ლარის შემოთავაზება, რომ და ამ შემოთავაზების შემდეგ
გაარკვევდნენ თუ ვის მიეცემოდა ბინა და ვინ კიდევ ისევ ქირით დარჩებოდა. უარს არ ამბობენ ნამდვილად, რომ ამ ეტაპის შემდეგ, ახალ წლის შემდეგ ფაქტიურად არის იქნება ეს ეტაპი და მიცემენ ზოგს ბინას, ზოგს ისევ დატოვებენ ქირით. მაგრამ როგორ ჩვენ თავიდანვე ამ ხალხმა თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ ერთადერთი საცხოვრებელი ბინის მოთხოვნით ფაქტიურად ისევ ამ აზრზე რჩებიან სულ ყველა და მე ძალიან მაგრამ მიხარია და ძალიან მაგრამ აი როგორ გითხრათ, იცი ემოციებსაც ვერ გამოვხატავთ, რომ აი ნაელი ფერაძე ვაშკაცურად რო უდგას ამ გვერდში და კიდე ეს გაჭირვებული ხალხი, რომელსაც მართლა შშმპირები, აი ობოლი და რა ვიცი, აი ყველანაირად რო სოციალურად დაუცველები რო არიან, ასე არ იყიდებიან და ერთმანეთის მხარდამხარ ვაშკაცურად არ ყიდიან, მიხდით არც 3000 ლარში, არც იმ ორთვიან ქირაში, არც იმ დაპირებაში, რომ შემდეგი რაღაცა იქნება. უბრალოდ არ იყიდებიან და მე ბედნიერი ვარ იმით და კმაყოფილი რომ ქართულ გეში კიდე არსებობს ეგ სისხლი, აი ამ ხალხი. უბრალოდ მე მართლა ვერ მალავ გაოცებას, გუშინ იყო კიდე 3 მამაკაცი, რომელმაც აი გადასცა სპისოკები, ტელეფონის ნომრები და ფაქტიურად დააკმაყოფილენ თუ არ დააკმაყოფილენ, არ ვიცი, რომლებიც გაიყიდან, მაგრამ ეს გაყიდულები მე დარწმუნებული ვარ ოცნების სი. ანუ გაყიდულს ეძახითთვის, რომ ვინც მიიღოს არეზერვო თანხიდან ეს კონკრეტული თანხა ქირისთვის. ქირისთვის სარეზერვო თანხიდან 3000 ლარი? ხო. ხო, არა, ქირისთვისაც და ზოგადად ნახევარ ნაწილს 3000 ლარი. ზოგადად ზოგიერთები ქირით, ზოგიერთები 3000 ლარი. ანუ ეს არის მიუღებელი თქვენ. ეგ არის მიუღებელი, იმიტომ რომ აი ჩვენ მაგალითად ეხლა მე პოლიტიკურ თემა მომიწევს გახმოვანება, მაგრამ იძულებული ვარ რომ გავახმოვანო ეს საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ ადრე არჩევნებში ქართველთა ერთობა ღებულობდა მონაწილეობას, მაგრამ ვერ გავახმოვანეთ აი საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარების შანსები, იმიტომ რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოდიოდა, როგორც ვიცით, გიორგი კუხალეიშვილზე, ოჯახის ანუ ეს პოლიტიკური მოძრაობა მოსახლეობთან როგორ არის დაკავშირებული? როგორ არის ეხლა აგიხსნით, ნაილი ფერაზე თქვენ ძალიან კარგად იცით, გამოსახლებაზე როდესაც იყო, როდესაც ქართველი ხალხი გვერდში დაუდგა და ერთად ვიდექით და რაღაცა შედეგი დავდეთ, იმის მერე მივხვდით, რომ ერთად დგომით რაღაცის შედეგის დადება შეიძლება. ანუ ეს პოლიტიკური პარტია დღეს არის ამ აქციების ორგანიზატორი უსახლკაროების. არა, ამ აქციების ორგანიზატორი არ არის ამ წუთას პოლიტიკური პარტია, ვართ სამოქალაქო ორგანიზატორები, სამოქალაქო აქტივისტები, უდგავართ გვერდში, მაგრამ მე მინდა გავახმოვანო ის გეგმა, რა გეგმას ჰქონდა ქართველთა ერთობას უსახლკაროების მიმართ, რომელიც მე ვთვლი, რომ ორიგინალური არის და ზედმეტად ძალიან მოკლედ რო გითხრათ, იმიტომ რომ მოკლედ რო აი კარგი მთავარი გზავნილი. აი როგორი რაღაცა არის და ზუსტად დღეს მივედით იმ ეტაპზე. ანუ თქვენ რას თავაზობთ მთავრობას, რა გამოსავალს რას ვეუბნებით, ეგ არის მარტივი გეგმა, უმარტივესზე უმარტივესი. როდესაც ხალხს თავაზობს 3000 ლარ პულს, რო გადავიანგარიშოთ 200 ოჯახში, ეგ არის 600000 ლარი. და ჩვენ ვეუბნებით, არ გვინდა ეგ ფული აიღეთ და დაიწყეთ სახლის მშენებლობა. მოვითმენთ კიდე ქუჩაში ვიქნებით თუ დაბინავებული ვიქნებით სადღაც 3 თვის შემდეგ დაასრულეთ იმ 600000 ლარით ეგ ფული და შევასახლოთ ეგ ხალხი. ეგ არის უმარტივესი გადაწყვეტილება. იმის შემდეგ ხო არის 3000 ლარის შემდეგ რო პირდებიან პაკეტს, სხვა პაკეტს, ფაქტიურად აქ იწურება ამ ჭრილში, ფაქტიურად აი როგორი მარტივი არის, ვიხდი, პრობლემა იჭრება უკვე. გასაგებია, გავიგე. ის გამოთავისუფლებელი თანხა შეუძლიათ სხვებს რო გადასცენ, მაგრამ ამას
გონება ჭირდება, დაფიქრება, მათემატიკა ჭირდება. გასაგებია, დიდი მადლობა თქვენ რომ გითხარით თქვენი შეთავაზების შესახებ. კი ბატონო. ნახოთ ამას ექნება თუ არა გამოხმაურება მთავრობაში. უნდა გქონდეს. ვინც ახლა უყურებს ბათუმელების 600,000 ლარა ძალიან კარგი შენობის აშენება შეიძლება. მადლობა, დიდი მადლობა. ვინც ახლა შემოვერდა ბათუმელების პირდაპირ ეთერს, მე გეტყვით რომ ჩვენ ახლა ბათუმში ვართ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც უსახლკაროებმა დაანონსეს უკვე შიმშილობა ხვალდილიდან. ისინი უკვე მესამე ღამეს ატარებენ აქ, მესამე ღამეა რაც ისინი აქ ჩერდებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია, ითხოვენ საცხოვრის. დაახლოებით 2 წელი ემართავენ უსახლკაროები აქციებს ბათუმში, მაგრამ მათ ყურადღებას არ აქცევს აჭარის მთავრობა. გულისხმობ იმას რომ ამ დრომდე არ შეუმუშავებია როგორც აჭარის მთავრობას, ასევე ბათუმის მერიას რამე ისეთი პროგრამა, რომლითაც უსახლკაროების პრობლემა მოგვარდებოდა. საუბარია უსახლკაროებზე, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ადამიანები, მარტოხელა დედები, ასევე შიშიმურ პირები და ან ზოგიერთ დედას შიშიმურ პირის სტატუსის მქონე შვილი ჰყავს და მათ დიდ ნაწილს არ აქვს სტაბილური შემოსავალი ყოველთვიურად იმისთვის რომ მოახერხოს ან ქირის გადახდა, ან შეძლოს დამოუკიდებლად ბინის შეძენა. ასევე ჩვენ ვისმენთ აქამდე საპროტესტო აქციებზე აჭარის მთავრობა ამ ადამიანებს თავაზობდა იმას, რომ მიემართათ ბათუმის მერიისთვის, რომ მათ ესარგებლათ იაფის ახლის პროგრამით, მაგრამ ცნობილია, რომ იაფის ახლის პროგრამით რომ ისარგებლოს ადამიანმა, ამისთვის უსახლკაროს უნდა ქონდეს სტაბილური შემოსავალი ყოველთვიურად, რაც ძალიან ბევრი ადამიანს, რომელიც ამ აქციებზე დგას, არ აქვს. უსახლკაროების ნაწილი უკვე მესამე ღამეს ატარებს ღია ცისქვეშ ამ სიცივეში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, იმისთვის რომ მიიქციოს მთავრობის ყურადღება და მთავრობამ დაინტერესდეს ამ ადამიანებით კონკრეტულად, მაგრამ ამ დრომდე მათ თორნიკე რიჟვალძე არ შეხვდა. დღეს ასევე იყო ერთ-ერთი ინციდენტი ბარცხანაში, სადაც უსახლკაროების ნაწილმა, რომელიც ამ საპროტესტო აქციებზე იკრიბებიან, სცადეს რომ შეიყვანათ ბავშვები უსახლკარო დედებთან, რომლებიც შეჭრილები არიან ბარცხანაში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ შენობაში. არჩევნამდე რამდენიმე დღით ადრე უსახლკაროებმა რამდენიმე შენობა დაიკავეს, 4 შენობა თუ არ ვცდები, როგორც ბათუმში, ასევე ქობულეთში, ბუკნარის ტერიტორიაზე. შეიჭრნენ ამ შენობებში, მათ შორის ბარცხანაში და დღეს ამ კონკრეტულ შენობასთან მოხდა ეს ინციდენტი და ფიზიკური ძალადობა, როგორც აქციის მონაწილეები ყვებიან, მათი პოლიციელებმა იძალეს სწორედ იმ დროს, როცა ბავშვები შეყვანა სურდათ ამ შენობებში. შენობებში ვინც არიან ისინი ამბობენ რომ არიან გაუსაძეს პირობებში, არ აქვთ არც წყალი, არც შუქი, საკვებით რაც შეიტანეს ეს მარაგიც მათ ეწურებათ და მათ აქვთ ესეთი პირობა რომ თუ ისინი დატოვებენ შენობას, შემდეგ ისინი უკან ვეღარ დაბრუნდებიან, ამიტომაც ისინი ვერ ნახულობენ საკუთარ შვილებს და დღესაც მათ ამის საშუალება არ მისცეს პოლიციელებმა, მათ უთხრეს რომ თუ ისინი დატოვებდნენ შენობას, მაშინ ისინი უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ, ხოლო ბავშვებს პოლიციელებმა ამიტოვებულ შენობაში, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ მას უკვე დღეს იცავენ პოლიციელები, ამ შენობაში უკვე დედებს ბავშვებთან შეხვედრის საშუალება არ მიცან ბავშვები ვერ შევიდნენ ამ შენობაში. დღეს კი უკვე უსახლკაროებმა დაანონსეს უფრო მძიმე ფორმა საპროტესტისა რომ იმართონ, ისინი ხვალდილიდან იწყებენ შიმშილობას. მით გავესაუბროთ რამდენიმე უსახლკაროს, რომელიც აპირებს რომ დაიწყოს შიმშილობა. თქვენ რჩებით აჭარის მთავრობის აღთან დღეს მოდით პირველად თუ წინა დღეებშიც იყავით აქ? რა არის ახლა თქვენი მოთხოვნა, მომიყევით? რა არის ჩვენი მოთხოვნა და სისქვეშ ვარ. მინდა მინდა რომ შევიდეთ და რაღაცა დახმარება მოგცემდეთ უბრალოდ ვითხოვა თუ თორნიკეს ამოვიდეს გეგვერსაუბროს პრობლემა არ იქნება. რასაც ეთქვის იმა გავაკეთებ ჩვენ ხალხს. რამდენი წელია თქვენ ახლა გამოდიხართ საპროტესტო აქციაზე? რამდენი წელია თქვენ გახართ ახლა საპროტესტო აქციაზე? რამდენი წელია? დიახ. აგერ ერთი წელია. ანუ მანამდე იმართებოდა აქციები ბათუმის მერიასთან? მაშინ არ ვიყავით. თქვენ მაშინ იქ არ იყავით თქვენ? არც მე არ. თქვენც არ იყავით, ხო? მე არ ვიყავი, იმიტომ რომ მე ახლანდელად შეუძლოთ ვიყავი, მე გული გავატროფი ადამიანია. თანაც საოპერაციო ვიყავი და პრობლემები მაქვს ჯანმრთელობას და ვერ გავდივარ ეს მასელა. ეხლა ცხოვრობ ნაქირავებში? ნაქირავებში ცხოვრობ ორი წელი და მაგადასამრელი და ამასთან ერთად ისეთი საფრთხე რომ მე იქ არ ცხოვრება ამ ზამთარში. რამდენია ქირის თანხა? 500 ლარი.
გაგიძვირდათ ბოლო პერიოდში ქირის თანხა? ფაქტიურად სამი ოჯახიდან გამოგვიშვეს, რომ თანხა აწიეს. 450 ვეღარ გადევხადე, გინიდან გიმიშვეს 5 დღეა და სხვა ბინაში გედევედი და ის ქალი მეუბნება უარიცხი მომიტან გულს იქნები თორადაც ახვადიდო. თქვენ ვისთან ერთად ცხოვრობთ ამ ნაკრავებში? ვისთან ერთად ცხოვრობთ? მე ვისთან ერთად ცხოვრობ და ამჟამად ძალი ბაღანა თურქეთში არის კურნალოვი, ავათარი, სიმსიმია, ჩალს. და ბაღნები ორი ბაღანა. თქვენ ვისთან ერთად ცხოვრობთ? ბიჭთან ერთად ცხოვრობ. ის მუშაობს? არა, 14 წლის ბიჭი. მცირეწლოვანი, არასრულწლოვანია, ხო? სოცდაუცველები ხართ? სოცდაუცველი ვარ და თანაც ჯანმრთელობა შეყრეული. ანუ შემწეობას იღებთ? არ ვიღებ შემწეობას, მაგრამ ფაქტიურად ვერ მუშაობ. რამით ადგილზე დავიწყე. ქირას როგორ იხდით ამ ქირის ფულს? ქირის ფული აქედან დახმარება მოხდეს, ვაძებისთა დახმარება და ეგეთ გადავიხადე და მე რაღაც ყვავილები მაქვს, რაღაცა გავყიდინე. ყიდი იმათ და იმით მამშობ. 2-3 დღე მუშაობ და ის ხაი არის მე პატრონეზე წოდება ჩემი თავი თუ რაც არის და მას რამდენი წელია რაც ნაკრავებში ცხოვრობთ? ნაკრავებში მე წელია ვარ, 8 წელი. 8 წელი. 8 წელია ისე თავშესაფარში ცხოვრობ. 4 წელი თავშესაფარში. აი ღამის თავშესაფარი რაც ბათუმშია იქ ცხოვრობ. აბა. ცხოვრობდი და ბოლოში ცხოვრობდი. როგორ აღმოჩნდით ესე უსახლკარო რა მოვიდა იმ სახლს სადაც მანამდე ცხოვრობდით? მე არ ცხოვრობდი სახლში, მამაჩემთან ცხოვრობდი, მე გავწოვდი და გათხოვების პერიოდში პრობლემა შემეწა ქართულ კავშირში და ან დღეს მარტო ზრდით თქვენ შვილს, ხო? მარტო, მაგრამ მამა აღიარებდა. ხო. არანაირი შესაძლებლობა არ მაქვს, რომ აქტიურად მუშაობ, დაწესებულ სამუშაოს. თქვენ ახლა როგორ ითხოვთ ამ საცხოვრისს, რომ უპირობოდ გადმოგეცეთ საცხოვრისი, თუ შეძლებთ გარკვეული თანხის გადახდას, თქვა კონკრეტული პირობების მიხედვით? ფაქტიურად და თუ ახლა სამუშაოზე მიმუშავებ და რამე ისეთი იქნება, რომ თანხას დამიქმითავე, მომცენ და დამიქმითონ, მაგაზე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ფაქტიურად არ მაქვს შესაძლებლობა. ემათაც იციან ძალიან ლამაზად დაჭარი თავრობა, მე ფაქტიურად სოციალურად დაუცველი ვარ და ჯანმრთელობა შეყრეული და ვერ მუშაობ. აქვან მაგას საბუთებიც აქვს და ყველაფერი. თქვენ აპირებთ რომ დაიწყოთ შიმშილობა? თუ შევძლებ დავიწყებ, იმიტომ რომ მე აქ სასწრაფოდ ამჭირდება, გინდა თუ არა, იმიტომ რომ საქმიანი ადამიანი ვარ. ორჯერ საჭმელი რომ არ ჭამო ხომ, ფაქტიურად დასასვენებელი იქნება აქედან სავარაუდო. ანუ აპირებთ რომ დღესაც აქ დარჩეთ? დავჩები დღესაც აქ, იმიტომ რომ ქირის ფული გადასახდელი მაქვს, გადაიკა და კამათი მაქვს. არანაირი შესაძლებლობა არ მაქვს. ხოდა მინუსდენი ვარ. მადლობა, თქვენი სახელი და გვარი? ზია მეგრელიშვილი. თქვენი? მე გული მაკარაძე ყვავილებს ხილი და შევიჩენ თან. ყვავილები და ის ანკობისა, ის თანხა ახლა რომ პენსია მაქვს, ის თანხა ქიაში მე ვერი დავჭი. რამდენი გამოგდით თვეში საშუალოდ შემოსავალი როგორია თქვენი? შემოსავალი ახლა რომ მოგეიჩა გავიგეთ ეს პენსია გამოვიტანე სესხი. ის სესხი მე დასაფარი მაქვს 2028 წელს დავამთავრო მაგ და მაგ 220 ლარი დარჩენილი ჩემი საკუთარი პენსია და მეც ვეღარ იყავთ, იმიტომ რომ სესხი მიდის, ხო? სესხი მიდის განაწილდა და ეს სესხი რატომ დაგჭირეთ, რატომ გამოიტანეთ სესხი? არ დაგიფინანსეს? არა, არ მეღო, დიდი ოპერაცია მქონდა. ანუ თანხის დამატება დაგჭირდათ? ხო, დიდი თანხა დამჭირდა. და ისე სესხი, და ისევ პენსია გამოიტანეთ სესხად, თქვენივე პენსია, ხო? სესხად გამოდანილი მაქვს მარჯი და ახლა კიდევ მაგასაკეთები ოპერაცია შემიწევი დაიერა გისგავა კიაკარი მაქვს. ეს მაგასაკეთები და მე ვიგეთებ რომ ბალიც. რამდენი წლით ბრძანდებით? 73 წლის. და სონის უნარიანი ვარ აშენებია მე რომ მიმუშავდა ავათროსი წენევები მაქვს გული მაჭუქებს გავიცე ყველანაი დარდი და გასული იმას ვყიდი ყვავილები ქოთანი დინა შემამოწმო რამდენი ქოთანი მაქვს ბიზობის ეძოში დაწყვილი რადაც მე ვარ ახლა იძებს მაქვს რომ მიდანილი და რომ პული ხარა მაქვს საათყიდით ამას რომელ ქუჩაზე? საათყიდით ამას რომელ ქუჩაზე? მე მელიქიშვილის ქუჩაზე ვარ
მე მაშინ სალიბაუში და შესაძლებლობა გვაქვს ვაკეთებ და მაგრამ არა ძალიან სიტუაცია და შამამოწმა მე მაგდალები ხოთინები ყოლები და მაკოროლორი რაუხილი მარინე და შეგანე და ანტამარხილი როკასნერა ვიტმანია გერგობა მიუწვა ყვავილებსაც ფასი არ აქვს ყველა გაიც ფასი აგრამე არ აქვს აღარ იყიდი სულ აღარ იყიდეო მაგდალები ვისაც უჭირს ხო ტანი გაზაღრავლებს და მე უკვე მიდიადა ჩვენ უკვე შემოსავალი წავალ გვაქვს რომ თოუბოტანიკსებს და ისინი გახსნეს და მთელი მაღაზიებია ვისაც რომ ხდება გვადა ვისაც რომ ცხოვრება ყველა ჩამოიტანა და ჩვენი პასუხა ვისაც მე მიცნობს ჩემი მე თვითონ მეხმარები ამ ფულით თაღი ასე ქუჩაში ამსკამი ჩამდივა და უჩუქნი ამ ფულსაც და ისევ ჯამ მე და მაღაზიებს შევასწავლე აუ მე არ ვარ ქუჩაში მდივარ მესმის თქვენი ძალიან ძიმე ისტორიებია მადლობა და დრო. თქვენ მინდა გაგესაუბროთ ასე თქვენ ბავშვთან ერთად მოხვედით დღეს ამ აქციაზე. ხო აპირებთ რომ დარჩეთ თქვენ. დავჩვენე პატარა ბავშვით, მაგრამ ხვალ კიდე მოვა. 3 დღე აქ დავხამია. შიმშილობას ხომ არ აპირებთ თქვენ? შიმშილობას ვერ აკეთებ ბავშვი ბილები ყავდებს. ხო. თქვენ შესაძლოა რომ მოგვიყვეთ, ვისთან ერთად ცხოვრობთ, ნაკირევებში ხართ თქვენც? ნაკირევებში არ ვარ, ამჟამად ჩემგასთან ვარ. ბავშვები მყავს სოფელში და დამთითარ გაგზავნილი ისწავლობენ. რამდენი მყავთ ბავშვი? 4 მცირეწლოვანია? მარტო ხელა დედა ხომ არ ხართ? არა, მეუღლე მყავს, მაგრამ არსად არ მუშაობს და ვარ სოციალურად დაუცველი არა. მუშაობს თქვენი მეუღლე, სერმე? რატომ? სოფელში ვარ ამჟამად დედამთილთან და დროებით ხან დედამთილთან ხან ჩემი დასთან ვარ და რა ვიცი ვერ მუშაობს. რამე სოფელში დაუძახეს უბრალო საქმეზე და 1-20 ლარი და 30 ლარი რამე იმუშავა ის არ მეტი არაფერია. ან თქვენ ცხოვრობთ ამ მუნიციპალიტეტში, ქედაში, ხო? როგორ შუახებში? და ქალაქში რის გამო ჩამოხვედით? გაჭირვების გამო რის გამო ჩამოვა? მინდა ბინავი, ხო ბინას ჩამოვიდეს იჯვაზე და გაგვეცეს პასუხი. რომ რა სტატუსები გვაქვს მრავალშვილიან დედებს და სოციალურად დაუცველებს არაფერს. 4 შვილის დედა ხარ. თქვენი სახელი? ქეთევან ფუტკარაძე. მადლობა. შეგიძლია რომ გამწადოთ საერთოდ. იმიტომ თელი დღეა ხახა. ავატახა. არა, მოხოთ კაი. სოლიდარობას გამოგიცხადე. ალბათ 11 საათისთვის იყო ქალბატონი და დაუგზავნილი საშიმში. ხო და მოხოთ და გამოგიცხადე სოლიდარობას კაი იქნებოდა. გამოლაყებული მთავრობა აქ არ იქნება შაბათს, მაგრამ ჩვენ მაინც არ გავწყვიტავთ პროტესტს, ვიქნებით აქ. მოგეთ თქვენ რომ გაგესაუბროთ კაპიტანაილი. ისმენთ. ანუ რამდენი პირი აპირებთ ხვალ შიმშილობის აწყებას? რა არის ცნობილი? ნუ 3 ადამიანი ჯდება საშიმშილოდ და მე ვინ შემოგვიერთდება წინასწარ არ ვიცი. იმიტომ რომ ამ ადამიანებს ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველა შერყეული აქვს. იმიტომ რომ ესენი არიან უკნარიდან, სადაც შეჭრილები არიან იქიდან უნდა თითო ადამიანმა დაიწყოს შიმშილობა, იმიტომ რომ 4 შენობაა ახლა, ხო, სადაც შეჭრილები არიან უსაფკაროები. შენობა არის ტყვეობაში, საიდანაც ვერ გამოდის ადამიანები და არც ვიკადრებთ იმას, რომ იქაურობა დატოვონ, იმიტომ რომ იქ ბრძოლა გაჩაღებული. ეს არის ბარცხანა, ხო, სადაც დღეს ინციდენტი იყო. ამიტომ ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ იმ ადამიანებს და არც ვეტყვით მაგას რომ შიმშილობაზე დაჯდნენ და არიან ძლიერი ქალბატონები აქ რომლებიც ბოლომდე მიიტანებენ ამ საქმეს. რატომ გადაწყვეტეთ რომ ამ უკიდურესი ფორმისთვის მიგემართათ პროტესტს? ანუ შიმშილობა ყველაზე მძიმე ფორმაა, ხო? 3-4 დღე არის ჩვენ უწყვეტი პროტესტი გვაქვს აქ. ერთადერთი მოთხოვნით რომ ბატონი თორნიკე იჟვაძე, ჩვენი მთავრობის მეთაური, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა ავირჩიეთ, მოვიყვანეთ და დავსვით სადაც ზისიკა და ბოდიში და ვეღარ დგება იქიდან მგონი, არ კადრულობს დაბალ ფენასთან შეხვედრას. ის რატომ არის პრინციპალურად მნიშვნელოვანი თქვენთვის რომ თორნიკე იჟვაძე შეხვდეთ? ხო დღეს იყო მის წარმომადგენელი მოსული აქციაზე თქვენთან? ამ ადამიანებს არ აქვს სახკარი, არ აქვს ფული, მაგრამ აქვთ ადამიანობა და ამბიცია და შეურაცხყოფილად გრძნობენ ეს ადამიანები თავს.
ამიტომ ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება ამ ხალხის, ფულზე არ გაიყიდოს და ბატონი თორნიკე ჩამოგბძანდეს ძირს. კი შეიძლება კიდე 3, 4, 5 დღე არ მოგბძანდეს აქ, მაგრამ მაინც მოგიწევს ბატონო თორნიკე ჩამოგბძანება ძირს. თქვენ რაღაცა მაინც გნახავთ ეს ხალხი. თუ აქ ვერ გნახავთ, მაინც სადღაც მაინც წაგეყრება ეს ხალხი და სირცხვილი თქვენი ამხელა ვაჟკაცობა არ გაგაჩნიათ, რომ ამ ადამიანებთან ჩამოგბძანდეთ, მაგრამ მესმის თქვენი. ეს ადამიანები არაფერი არ შესთავაზეს უსახლკაროებს მთავრობიდან, ვინც იყო მოსული ამ დრომდე, გარდა სარეზერვო ფონდის კონკრეტული თანხის სარგებლობის, ხო? ფული თანხა, რომელიც გადაიზარდა ვაჭრობაში. და ჩვენ ბაზარში არ ვიმყოფებით. ჩვენ სახელმწიფო შენობის წინ, სადაც ჩვენი მთავრობაზის იქ ვიმყოფებით. და აქ ფულზე არ წყდება ყველაფერი. აქ წყდება ადამიანობაზე და ურთიერთპატივისცემაზე საქმე. ამიტომ ბატონო თორნიკე, ჩვენ ვიწყებთ შიმშილობას დილიდან და აქ ვიშიმშილებთ და ყოველ დღე იქნება ასეთი გამიშვი და დამაკავე თქვენი შესასვლელთან. ხან უკან, ხან წინ. მადლობა. ეს იყო ნაილი ბეჟანიძე, საფრთხის აქტის ერთ-ერთი მონაწილე. ჩვენ ვისმენთ უსახლკარო ადამიანების პოზიციებს, რომლებიც რჩებიან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან. ეს უკვე მესამე ღამეა, როცა უსახლკაროები აქ რჩებიან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან. ამჯერად უკვე მათ დაანონსეს შიმშილობის დაწყება უკვე ხვალდილიდან. რადგანაც ის მოთხოვნა, რაც არის მათი საპროტესტო აქციების მთავარი თემა, რომ მიიღონ საცხოვრისი, ისინი დაპირებასაც ვერ იღებენ მთავრობიდან. უსახლკაროები უკვე დაახლოებით 2 წელია მართავენ საპროტესტო აქციებს ბათუმში. ეს აქციები იმართება როგორც აჭარის მთავრობის სახლის წინ, ასევე ბათუმის მერის წინ მდებარე სკვერში. უსახლკაროებმა მოითხოვეს, რომ შექმნილიყო რამე ისეთი პროგრამა მუნიციპალურ დონეზე ან აჭარის მთავრობა შეექმნა ასეთი პროგრამა, რომ სპეციალური საჭიროების მქონე უსახლკაროების შეძლებოდათ საცხოვრისის შეძენა, ან გადაეცათ მათთვის იგივე საბინაო ფონდიდან ბინები აჭარის მთავრობას ან ბათუმის მერიას. გულისხმობ იმას, რომ ვინც საპროტესტო აქციაზე დგას, მათ დიდი ნაწილი არის სოცდაუცველი, არიან მარტოხელა დედები, ან შუშუმ პირები და მათ დიდ ნაწილს არ აქვს სტაბილური შემოსავალი, ყოველთვიური შემოსავალი, რომლითაც ისინი შეძლებენ ან დამოუკიდებლად ბინის შეძენას ქალაქში ან სოფლად, ან შეძლებენ იაფის სახლის, ბათუმის მერის პროგრამის იაფის სახლის სარგებლობას, სადაც ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ის, რომ უნდა გქონდეს სტაბილური შემოსავალი ყოველთვიურად, რომ მოხვდე ამ იაფის სახლის პროგრამაში. იმის მიუხედავად, რომ უკვე 2 წელია ეს ადამიანები დგანან ქუჩაში, მთავრობა მათ ყურადღება არ მიაქცია და არც არანაირი კონკრეტული პროგრამა მათთვის არ შეუქმნია და ამიტომაც ადამიანები დღეს უკვე დგანან აჭარის მთავრობის სახლის წინ და ისინი ღამეს ათენებენ აქიაცის ქვეშ სიცივეში და ითხოვენ კატეგორიულად და კონკრეტულად პრინციპულად თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას. დღეს მათთან იყვნენ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შეხვედრაზე რამაზ ჟინჭარაძე, ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ახლა უკვე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ქართული ოცნებიდან, ასევე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თინა ზოიძე. მათ ჰქონდათ კონკრეტული შეთავაზებები მოქალაქეებთან, მაგრამ მოქალაქეებმა გითხრეს, რომ ჩვენ მივიღეთ შეთავაზება ძირითადად ის, რომ მივიღებდით ერთჯერადად დახმარება სარეზერვო ფონდიდან, რაც შეიძლება იყოს 1000 ლარი ან მაქსიმუმ 3000 ლარი, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი, ამბობენ აქციის მონაწილეები და ის მათი მოთხოვნა არის ისევ უცვლელი, ისინი ითხოვენ საცხოვრის. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უსახლკაროებმა დაიკავეს რამდენიმე მიტოვებული შენობა ბათუმსა და ქობულეთში. ეს შენობები სახელმწიფოს ბალანსია, სახელმწიფოს ეკუთვნის და აღარ აპირებენ უსახლკაროები ამ შენობების დატოვებას. ერთ-ერთი შენობა ბარცხენაში მდებარეობს, ეს შენობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და სადაც დღეს დაფიქსირდა ესეთი ინციდენტი, რომ უსახლკარო დედებთან, რომლებიც შიგნით არიან შესულები ამ მიტოვებულ შენობაში და ამ შენობას უკვე იცავს თავდაცვის სამინისტრო, რომ სხვა პირი ვეღარ შევიდეს ამ შენობაში, მაგალითად ჟურნალისტი ან ოჯახის ახლობელი, ვინც არის შესული ამ შენობაში, მოინდომეს ამ უსახლკარო დედებთან ბავშვების შეხვედრა. მაგრამ ბავშვებს პოლიციელებმა არ მისცეს საშუალება, რომ შესულიყვნენ შენობაში და შეხვედროდნენ თავიანთ უსახლკარო დედებს. ამ დროს მოხდა შეხლა შემოხდა და როგორც უსახლკაროები ამბობენ, ერთ-ერთ უსახლკარო ქალზე იძალა და პოლიციელმა, რომელსაც შემდეგ სასწრაფოს დახმარებაც დასჭირდა.
მოკლედ თუ ესეთი ამ დროისთვის მდგომარეობა აჭარის მთავრობის სახლთან უსაკრებო უკვე დაანონსეს ჩიმშილობის დაწყება ხვალდილიდან ჩვენ აუცილებლად მივედევნებთ თვალს ამ პროცესს და მოგიყვებით თუ როგორ გაგრძელდება ეს მოვლენები მიიღებენ თუ არა რამე კონკრეტულ დაპირებას ამ აქციის მონაწილეები ეს უმრე ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მადლობა ყურადღებისთვის დროებით